ქრისტიან-დემოკრატების ლიდერები ზუგდიდო სტუდენტებსაც შეხვდნენ, სადაც განხილვის თემა ახალგაზრდების პრობლემები იყო. საუბარი შეეხო სწავლის დაფინანსებას და სტუდენტური საერთო საცხოვრებლის არარსებობას, რის გამოც ბევრ სტუდენტს ოკუპირებული ტერიტორიიდან შემოვლითი გზებით ზუგდიდამდე ჩასვლა ყოველდღურად უწევს სტუდენტებთან შეხვედრისას, ტრანსპორტზე შერავათების დაწესებაზეც იმსჯელეს. ჩვენი წინადადება ითვალისწინებს არა მხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტებისათვის, არამედ ყველა სტუდენტისთვის საბაზისო 50%-იან დაფინანსებას სასწავლო სტუდენტური გრანტის სახით, რომლის შემდგომაც დაიწყება დამატებით ქულებისათვის ბრძოლა. გვინდა რომ ზუგდიდში უმაღლესი სასწავლებლები კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ამ ოჯახების მდგომარეობა განსაკუთრებით galიდან გადმოსული ახალგაზრდების, რათა მათ ჰქონდეთ საერთო საცხოვრებლები და არ ჰქონდეთ ღამის გათევის პრობლემა. ძირითადად შეეხო იმ პრობლემებს, მაგალითად სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებს, ასევე ტრანსპორტით გადაადგილების შეღავათებს და ყველაზე დიდი პრობლემა ალბათ ყოველასთვის ეს არის გადასახადი.